იუმორი აქვს, ვერ დაუკარგავ. რუსული ზღაპრების საუკეთესო მომყოლი. პუტინი და მისი რუსეთი დაავიწყდა ევროკავშირის მცველებში. ეს კომენტარები მოჰყვა შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას. სინამდვილეში ჩვენ ვარ დღეს ევროკავშირის დამცველები და რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირის შიგნით. უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვები. საინტერესოა, როგორ იცავენ ევროკავშირს. რაც მივიღეთ, ჩვენ გვინდოდა ევროკავშირი, რომელიც და ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა. ალბათ იმით, რომ ევროპულ ინსტიტუტებს საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობას ადარებენ, ან იმით, რომ ელჩებსა და ევროპარლამენტარებს თავს ესხმიან. მოდი ფაქტებს შევხედოთ, რას გულისხმობენ დაცვაში. საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა უკვე გაუქმდა. არის საფრთხე, რომ უვიზო მიმოსვლის პრივილეგია საქართველოს ყველა რიგითი მოქალაქე დავკარგავთ. ევროკავშირისგან ფინანსური დახმარებები და პროგრამები შეგვიჩერდა და ევროკავშირის ლიდერები სულ უფრო მკაცრ შეფასებებს აკეთებენ. სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, ვითარება სულ უფრო სერიოზულდება. ვიმსჯელებთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებითო. ვის ხედავს პაპუაშვილი მოკავშირედ? ორბანს და ფიცოს. უნგრეთს ევროკავშირმა მილიარდობით ევრო გაუყინა. ევროპარლამენტის თქმით, უნგრეთში ევროკავშირის ღირებულებები და სამართლის უზენაესობა მუდმივად უარესდება. უნგრეთის მდგომარეობას საარჩევნო ავტოკრატია უწოდეს, ანუ სისტემა, სადაც არჩევნები მხოლოდ ფასადია და რეალურად მედია და ინსტიტუტები სრულად მიტაცებულია. სლოვაკეთში კი ხელისუფლებამ ანტიკორუფციული უწყება გააუქმა და მედიის კონტროლი დაიწყო. შედეგად ევროკავშირი სლოვაკეთის სანქცირებასა და ფონდების გაყინვაზე ფიქრობს. პაპუაშვილის ლოგიკით გამოდის, ევროკავშირს ის ლიდერები იცავენ, რომლებიც პუტინთან თბილი ურთიერთობით გამოირჩევიან და რომლებსაც თავად ევროპა სჯის ევროპული ღირებულებების ნგრევისთვის. რეალურად ეს ევროპის დაცვა თუ საკუთარი ქვეყნების ევროპისგან იზოლაცია?